დარბევის კადრები და რამდენიმე ადამიანის ცემის კადრი, რამდენიმე ყველაზე შემზარავი კადრი, რომელიც დაგაფიქრებს რეალურად, ხო? მათ შორის წიხლი რო ორჯერ ჩაარტყეს ახალგაზრდა კაცს, რომელიც უკვე მიწაზე იყო დაცემული და ასე შემდეგ. მე რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რეგიონებიდან მითხრა, რომ პირველად ზუსტად საზმაოს ეთერში ნახეს, მას შემდეგ რაც აი ამ ჯგუფმა შეიტანა ეს ეთერები, სპეცეთერში ნახეს. მათ შორის იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც თანამშრომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია თქვენ მხრიდან, ხო, რომ არ გაშუქდა გარკვეული შემთხვევები მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის მის მიმართ გვერდში დგომის ნაკლებობა თუ ასე შემდეგ, ხო, ნიკაკაციას შემთხვევაზეც ნაკლები აქცენტი, ანუ ნაკლები სოლიდარობის განცდა იმ მათგან ვისი თანამშრომლის ის იყო, ან ან მედიის წინააღმდეგ მიმართო დანაშაულზე გურამ როგავასთან ხო, აი ამაზე ნაკლები სოლიდარობაც. სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სასტიკად ნაცემ საკუთარ ოპერატორზე თქვა დაშავდა. აქციის გაშუქების დროს. და ეს ისე გამოვლინდა, რომ და რაღაცნაირად აჩვენა კადრები, სადაც მისი იდენტიფიცირება რთულია რეალურად, რა ვერ ხვდები რა ხდება, რას უყურებ. და მხოლოდ ერთ-ერთი რეპორტიორის დიდი ძალისხმევის შედეგად, ბევრი დღის შემდეგ, მე ვფიქრობ, 10 დღე მაინც იყო, 10 დღის შემდეგ რეალურად აჩვენეს სინამდვილეში რა დაზიანებები მიიღო ამ ადამიანმა. ამიტომ აქ ლაპარაკი ამაც სხვათა შორის ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თვითონ თანამშრომლებზე, მცველებშიც. ანუ სრული შეგრძნება დაგვრჩა, რომ ანუ ჩვენც რო გვცემენ ამ აქციებზე, ხო? ანუ რაღაცნაირად ჩვენს ასე გაგვაშუქებენ. და დაშავდა. დაშავდა.